თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. მოგესალმებით, მეგობრებო, გამარჯობათ. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ რომ საქართველოს ყველა გვარი ისტორიულია, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღშენებლობაში. ჩვენ ამ ფრაზით ვიწყებთ უკვე ძალიან ბევრ გადაცემას, 2 წელნახევარია ჩვენ ვართ გავდივართ YouTube არხზე. და ესე იგი ამ გადაცემებს ვიწყებ აი ამ ფრაზიდან და რატო ამ ფრაზიდან? იმიტომ რომ მე ნამდვილად ასე ვფიქრობ და არა მარტო მე, საქართველოში ნამდვილად ყველა გვარი არის ისტორიული. ჩვენ ესეთი ისტორიიდან მოვდივართ, ესეთი ისტორია გვაქვს, რომ ესე იგი სხვა გზაც არ მქონდა, არ გვიტოვებდნენ სხვა გზას, გარდა იმისა, რომ უნდა გვებრძოლო. სხვანაირად ჩვენი გადარჩენის შანსი არის ძალიან ნაკლები იყო. ხო და აი ამან გადაგვარჩინა და ამან მოგვიყვანა ჩვენ იმ დღევანდლამდე, რომ ვარსებობთ დღეს და რომ ვართ ქართველები, რო ქვია, სწორედ ეს არის აი იმის დამსახურება, რომ ჩვენ თავიდანვე გენეტიკურად ალბათ ჩაგვიდეს, უფალმა ჩაგვიდო ის, რომ ჩვენ ჩვენს ფეხზე უნდა ვიდგეთ და ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეყუდნოდეს, ასე თქვა და ჩვენ უნდა გადავირჩინოთ ჩვენი თავი და უნდა ვიყოთ ჩვენ არასოდეს აგრესორები არასოდეს არ ყოფილა ჩვენ ისტორიას რო გადავხედოთ ჩვენ აგრესორები არ ყოფილა ჩვენ მაშინაც კი როცა შეგვეძლო იმპერია შეგვექრა აი დაუშვა დავით აღმაშენებლის დროს და თამარ მეფის დროს ახლა ვიღაცა გავმედავება მაშინ ქონდა მაგრამ ეს იმპერია არ იყო ჩვენ არასოდეს არავინ არ ძვად ნაფიცი და ასე თქვა ყავდა ისეთი ქვეყნები ვასალური ქვეყნები ყავდა და არა დაუშვათ არასოდეს არ გვიცდია ჩვენი აი რაღაცა იმპერიული ზრახვები არ ქონია არასოდეს გაფართოება ჩვენი ესე იგი ჩვენ პირიქით ვეხმარებოდით იქით ვეხმარებოდით ძალიან ბევრ ისეთ ქვეყნებს რომლებიც ჩვენ და რაღაც ისეთი იმის გამო გარემოების გამო მოგვიწია დაპყრობა მაგრამ არასოდეს დამპყრობლად არ მოქცეულობთ აქინა გამომდინარე ჩვენ ცხოვრებამ გვასწავლა ის რომ ესე იგი ვიდგეთ ჩვენს ფეხზე და ვიდგეთ ჩვენს ესე იგი ყოველთვის ჩვენი ისტორიის მანძილზე სულაც იყო სულ ამ რამ გადაგვარჩინა და რამ შეგვა ასე რო ვარ დღეს და ასე რო ხა გითხრა ძალიან ბევრი ვარ მეთქი არა ვარ მე და არასდროს არ ყოფილვარ ბევრი ჩვენ მაგრამ აიც ასე თუ ისე ვარსებობთ და ღმერთფაქნას რომ ძალიან დიდხანს ვიარსებობთ კიდე. ეს იმის დამსახურებაა რომ ესე იგი ჩვენ შეგნება ქონდა ისეთი ქონდა იმის შეგნება ქონდა რომ ესე იგი უნდა ყოფილიყავით და გვიარსება ყოველთვის და ამან ესე იგი გამოვაწყდო ჩვენი წინაპრები გამოვაწყდო ომში, გამოვაწყდო ბრძოლაში და სწორედ ამანაც იმიტომ ამ საქართველოს ყველა გვარი ისტორიულია, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მეთქი ამ ქვეყნის აღშენებაში მონაწილეობას. მარტო ხმლით არ ვაშენებდით ჩვენ ამ ქვეყანას, მე ძალიან ბევრჯერ მithქვია ესა და ჩვენ ძალიან ბევრი კუთხი და ხაზით ვაშენებდით ამ ქვეყანას მარტო ის სადღის საამაყო და სატრაბახოთ, რომ კაცობრიობას ვაზის კულტურა მივეცით, კაცობრიობას ხორბალი მივეცით, კაცობრიობას ოქროს დამუშავება მივეცით, კაცობრიობას რკინა მივეცით, რკინის დამუშავება მივეცით ძალიან ბევრი რამ, მედიცინა მივეცით ბოლო და ძალიან ბევრი რამ, რაც ესე იგი საქართველოს და ქართველებიდან მოდის, ჩვენი ჯიში და ჯილაგიდან მოდის. ასე რომ მე ამის ესმაძლევს, ამის თქმის საშუალებას, რომ ყველა გვარი არის ისტორიული და ხა რატო ვამბობ ყველა გვარი, იმიტომ რომ გვარი პიროვნებებისგან შედგება და პიროვნებები ქმნიან საერთოდ ისტორიას, რომ
თუ არა ესე იგი პიროვნებების გარეშე ისტორია გეოგრაფიას უფრო დაემსგავსება ვიდრე ისტორიას, იმიტომ რომ პიროვნება არის უნიშნულოვანესი კაცობრიობის ისტორიაში, ერის ჩამოყალიბებაში პიროვნებები ქმნიან, ესე იგი ისტორიას და პიროვნებები ქმნიან რაღაც ანუ ესე იგი საინტერესოს და საჭირო გინდაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, გინდა ლიტერატურის ძეგლებს და გინდას ნებისმიერ რაღაცას. ეს ყველაფერი ამას ადამიანები, პიროვნებები ქმნიან. და პიროვნებებისგან შედგება გვარი. ამიტომაც მაინტერესებს გვარი და ამიტომაც მე დაგაინტერესო თქვენ და იმიტომ რომ მომავალშიც ესე იგი ჩვენმა შთამომავლობამაც ისევე იფიქროს როგორც ჩვენ ფიქრობთ ახლა დღეს და როგორც ჩვენი წინაპრები ფიქრობდნენ 150, 200 და დაუშვათ 2000 და 10000 წლის წინ. ეს არის ის რაც ესე იგი რაც უნდა ვიცოდეთ ესე იგი ისტორია არის ესე იგი ერთხელ ძალიან ადრეულ ასაკში ერთმა მითხრა რომ ისტორია ნაგვის ურნაარიო. მენად გავბრაზდი მაშინ ამ პიროვნებაზე, ესე იგი იმის შემდეგ ის კაცი საერთოდ არ მინახია, თვალით არ მინახია და იმიტომ რაღაც იმიტომ ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო ისტორია და ნაგვის ურნის შედარება, ისტორიის შედარება ჩემთვის რაღაც წარმოუდგენელი რამ იყო და ესე იგი იმ ადამიანზე საერთოდ თქვი უარი ვთქვი, როგორც ადამიანზე და როგორც პიროვნებაზე საერთოდ. იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანის ისტორია შეადარო ნაგვის ურნას, ეს როგორ შეიძლება იმ ადამიანს სხვა რაღაცის თქმა უნდა და ალბათ მე ასე ვფიქრობ, მე კიდე მინდა რომ გავუსწორო, კუდი გამოსწორო ადამიანს, შეიძლება ისტორია იყოს არქივი იყოს. არქივი სადაც ბევრი რაღაცები არის დალაგებული და ამ არქივში უნდა იცოდე მიაგონო იმ საბუთს, იმ სწორ საბუთს, რომელიც შენ გჭირდება. და ეს არის ძალიან კარგი. ჩვენ გახლავართ სამეფო კლუბი, ეს გადაცემა საქართველოს სამეფო კლუბი გახლავართ, ეს გადაცემაც სამეფო კლუბის ეგიდით გადის, YouTube გადაცემაა. საქართველოს ისტორიული გვარები ასე ქვია ამ გადაცემაზე. მე გახლავართ მისი წამყვანი და ავტორი ლევან ბერაია. ჩვენი კლუბი მონარქისტული იდეების მატარებელი კლუბია და ჩვენ ღმართ ვწამს, რომ ესე იგი საქართველოში უნდა აღდგეს ისტორიული სამართლიანობა და უნდა ესე იგი მეფემ უნდა იმეფოს, მაგრამ არ უნდა მართოს. ჩვენ ვართ კონსტიტუციური მონარქიის მომხრეები ვართ. ეს როცა ესე იგი 21 საუკუნეა გარეთ და ესე იგი იმაზე ლაპარაკი რომ ვიღაცა ტიტულები დაიბრუნოს და ვიღაცამ დაუშვათ რაღაც მიწები დაიბრუნოს, ეს არის აბსურდი და ეს არ ხდება არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ ხდება და არ მოხდება არასოდეს, იმიტომ რომ ადამიანების და თვითონ მოთხოვნა ეროვნული მოთხოვნების და დაუშვათ რაღაც სულიერი განწყობაც არ არის ესეთი, რომ დაუშვათ ადამიანი იყოს მოწოდებული ვიღაცა დაჩაგროს და ვიღაცას თავში წამოარტყას, ასე ვთქვათ. ეს ახლა 11 ქვეყანა ევროპაში მონარქიული და არც ერთ ქვეყანაში არ არის ასე რაღაც. თქვენ წარმოგიდგენიათ ეწუთი რომ წარმოვიდგინოთ ინგლისში ან ესპანეთში ან და ნიდერლანდებში ან დაუშვათ ფინეთში ან დაუშვათ დანიაში რომ ვიღაცა არის ბატონი და ვიღაცებს ყავს ყმები. ეს წარმოუდგენელია და დაუშვებელია და საერთოდ იგივე რაღაცა არ შეიძლება ყოველი ერი რომელიც საკუთარ ფესვებს ივიწყებს, ნელა კარგავს, სულს კარგავს, სულს. საქართველოს ყოველ მიწა არ არის. ეს არის ტრადიცია, ღირსება და გვარები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ სამშობლოს სპენას და სამართლიანობას. დღეს როცა მსოფლიო იცვლება, ჩვენ ქართველები უნდა დაუბრუნდეთ იმას, რაც გვაერთიანებს და არ გვთიშავს. უნდა დაუბრუნდეთ სულს, რწმენას და მონარქიულ ცნობიერებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო ჩვენი სახელმწიფოს საძირკველი იყო. ეს აუცილებელია. თუ ამას აღვადგენთ და თუ ამას მე დარწმუნებული ვარ, უფრო უკეთესად წავა საქმე, ვიდრე აქამდე გქონდა. ჩვენი კლუბი საერთოდ ძალიან ბევრ საკითხებს აკეთებს და
მოწოდებული ემისკენ რაღაცა შექმნას, რაღაც ახალს ვეძებ და ახალ გამოსავალს ვეძებ იქიდან რომ რაღაცა ადამიანებს გაუადვილოთ ეს ცხოვრება და ადამიანებს ჩაუნერგოთ წმენა, მომავლის წმენა ჩაუნერგოთ. ერთ-ერთი ასეთი ჩვენ პროექტები, რამოდენიმე პროექტი გვაქვს, რომელიც განხორციელებასაც ვცდილობთ უახლოეს მომავალში, მაგრამ ერთ-ერთი პროექტი, რომელიც უკვე განვახორციელებთ, ეს იყო კლუბმა გადაწყვიტა დაიარსებინა სამეფო კლუბის ღირსების მედალი. და ჩვენ და საბედნიეროდ ამ წამოწყებამ და ამ ინიციატივამ გაამართლა ნომერ პირველი მედალი, რომელიც ჩვენ გადავეცით, ეს იყო ბატონი იან გილანი, ეს დიდი ლეგენდარული ბრიტანელი ვოკალისტი, Deep Purple-ის ესე იგი სოლისტი, რომელსაც გადავეცით ეს მედალი უკვე მრავალი წელია. ეს თვითონ ეს იან გილანი რამოდენიმე წელია ჩვენი კლუბს ეს ასე ვთქვათ შეეხმიანა ჩვენი სპიკერის გია მამალაძე შეეხმიანა და მისგან აიღო ესე იგი ნებართვა იმისა რომ ესე იგი გავხდარიყო ჩვენი სამეფო კლუბის საპატიო წევრი. ეს უდიდესი ეს იყო ჩვენი მიღწევა იყო, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არის უდიდესი ასე ვთქვათ მუსიკოსია და უდიდესი ჩვენ ყველას გვახსოვს გილანის პირველი ვიზიტი საქართველოში, როგორი დაუწყარიყო თვით მუსიკოსისას, იმიტომ რომ აქ დაიწერა ჯვარი დაიწერა მის ესე იგი უსაყვარლეს მეუღლეზე და მისი საკუთარი სიტყვით მას ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი და ენერგიული აუდიტორია სწორედ საქართველოში დახვდა. ქართველების სტუმართმოყვარეობა, ეროვნული ცნობიერება, მუსიკალური კულტურა და იმ პერიოდის რთულ პირობებში გამოჩენილი სითბო მისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო. ეს იყო 1990-იანი წლები, 90-იანი წლების დასაწყისში თქვენ სიცით ალბათ როგორი გახსოვთ ალბათ, ვისაც გახსოვს რა თქმა უნდა, როგორი რთული და როგორი ძნელი წლები იყო. 2025 წელს იან გილანი კვლავ ესტუმრა თბილისს და სრული ანშლაგით ჩაატარა კონცერტი სპორტსახლის ღონისძიებაზე. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მისი შემოქმედება დღესაც ისეთი გავლენიანი და სასურველია ქართული მსმენელისთვის, როგორც წლების წინ იყო ეს. კონცერტის შემდეგ გაიმართა ჩვენი შეხვედრა საქართველოს სამეფო კლუბის წარმომადგენლებთან. სადაც გილანმა გულწრფელად ისაუბრა საქართველოსადმი პატივცემაზე და განსაკუთრებულ ემოციაზე, რომელსაც ქართველი აუდიტორია ყოველთვის ესე იგი იჩენდა მის მიმართ. ამ შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სამეფო კლუბმა იან გილანს გადასცა კლუბის ღირსების მედალი და ოფიციალურად მიანიჭა საპატიო წევრის სტატუსი მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ გილანი დიდი პატივცემით შეხვდა აღიარებას, აღნიშნა, რომ საქართველოში თავს ყოველთვის განსაკუთრებულად გრძნობს და კლუბის წევრებმა მისთვის სიმბოლურად მეგობრობის ახალი ეტაპი დაიწყო. დღეს იან გილანი არა მხოლოდ მსოფლიო როკ სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, არამედ საქართველოს ნამდვილი მეგობარია, რომელიც ხშირად აღნიშნავს, რომ თბილისი ერთ-ერთი მის საყვარელი ქალაქია. სწორედ ამ გულწრფელი ურთიერთობის დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ კონცერტზე თავად კლუბის წევრების დაპატიჟება და განსაკუთრებული სიტყვოთი შეხვდა მათ. საქართველოს სამეფო კლუბისა და იან გილანის მეგობრობა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნებას ადამიანებს და ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი ხიდები გადონ, ასე რა აშენენ. ეს იყო ძალიან დაუვიწყარი საღამო იყო ჩემთვის ამხელა ხელოვანის გვერდით ყოფნა და ამხელა ხელოვანთან ესე ხელი ჩამორთმევა და მისი ხელმოწერით ავტოგრაფით რაღაც ავტოგრაფის ესე იგი ქონა, რომელიც ახლა მე სახში მაქვს და ძალიან გამოსაჩენ ადგილზე მიდევს, ეს საერთოდ იყო დაუვიწყარი რაღაცა. ჩვენ ახლა ვამზადებთ სულ მალე რამოდენიმე დღეში ვამზადებთ გადაცემას, სპეციალურ გადაცემა უნდა მიუძღვნათ იან გილანს, მის ჩამოსვლას საქართველოში და აი ამ მედლის გადაცემის ფაქტებიც ესე გვაქვს გადაღებული გვაქვს ვიდეოები და ამას ყველაფერს გაჩვენებთ.
თავისთავად ეს არის ნომერ პირველი медаლი იყო, რომელიც იანგელას გადაეცა, მაგრამ ამ медаლის გადაცემა ძალიან ბევრმა შეკითხვა დაგვისვა. ანუ ვის ეკუთვნისო ამ медаლი რა? ეს медаლი ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც თავს გამოიჩენს და ვინც თავს წარმოაჩენს საქართველოს საკეთილდღეოდ და რომელიც დამსახურების დიდან გამომდინარე, არა მარტო ეს ძირითადად ალბათ უფრო ჩვენი საერთო კლუბის წევრების და ჩვენი საერთო კლუბის медаლია და ნუ საერთო კლუბის წევრებს დაურიგდებათ გამოჩენილ პიროვნებებს, მაგრამ არა მარტო მათ, დაურიგდებათ იმ ადამიანებს, რომელსაც განსაკუთრებული რაღაც 8 წლი და წვლილი მიუძღვით ამ ქვეყნის აღშენებლობაში და ამ ქვეყნის სამხანაში რაღაც ნორმალური რაღაც იდეების დანერგვის გამო და რაღაც ახალი რაღაცა ვინც თავს გამოიჩენს, ასე ვთქვათ, საქართველოს სადიდებად. დღეს ჩვენი გადაცემა, რა თქმა უნდა, გვარებს შეეხება და მეც არ მინდა უღალატო ამ ჩვენს ტრადიციას და მინდა გვარებზე ვისაუბროთ. დღეს ჩართვა გვექნება ვალერი ხიმშიაშვილი ჩაგვერთვება რამოდენიმე გვარით. მაგრამ სანამ ვალერი ხიმშიაშვილი ჩაგვერთვება, მანამდე მინდა ერთი გვარის შესახებ მოგითხროთ, უпростоრად წაგიკითხოთ ის, რასაც ჩვენ ადრეს გითხარით, ჩვენ ასე წერთ და მე გიკითხავთ ამ ყველაფერს. ეს არის ექიზაშვილების გვარი. ეს ძალიან საინტერესო გვარია, მოგწერა ქალბატონმა, რომელსაც აინტერესებდა თავისი გვარის ისტორია, ეს დაუწერეთ თავის გვარის ისტორია და რომ გადაუგზავნოთ. შემდეგ რამოდენიმე დღის შემდეგ მირეკავს ეს ქალბატონი და მეუბნება, რომ რა ზუსტი საბუთები და ისტორიული ფაქტები გიწერიათო ამ ბატონო ლევან და ბატონო ვალერი ამ თქვენს წიგნში, რომ ესე იგი ის გადმოცემები, რაც ჩვენს გვარში არის, ეს ყველაფერი ზუსტად ემთხვევა იმას, რაც თქვენ ესე იგი ამ წიგნში, ამ სტატიაში თუ ამ გვარის ისტორიაში ყავთ მოცემული. ეს იყო ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ამბავი იყო, იმიტომ რომ მივხვდით, რომ ჩვენ სწორ გზაზე დგევართ და სწორად ვაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ და რასაც ვაკეთებთ. ეხლა წარმოგიდგეთ გვარი ექიზაშვილი. ესე გვარის წარმომავლობა და ეტიმოლოგია. ექიზაშვილი ქართული, თუმცა წარმოშობით მესხური გვარია. ნუ გვარი მესხური და ქართული არ განსხვავდება ერთმანეთზე, რომლის ფუძედ დგას სიტყვა ექიზა. ამ სახელის სტრუქტურა ითარგმნება თურქული ენობრივი სივრციდან ნიშნავს ტყობს ნიშნავს. ანუ εδროულად დაბადებულ ორ შვილს, როგორც თვითონ თურქები განსაზღვრავენ, განმარტავენ ამას. ამ სახელოვანი ამის ფუძე, სახელის ფუძე მოწმობს მე-16-მე-17 საუკუნეებში მესხე ჯავახეთზე არსებულ ძლიერ თურქულ ოსმალურ პოლიტიკურ და ენობრივ ზეგავლენას. რის შედეგადაც მრავალი ქართული ოჯახური სახელი შეერწყა თურქულ ენობრივ რეალიებს, თუმცა ეთნიკური ასით ყველგან ქართული დარჩა. ტყუპის მოფერებითი სახელწოდებით ერთ-ერთი წინაპარი სავარაუდოდ გახდა გვარის დამაარსებელი. მისი შთამომავლობა მე-17 საუკუნიდან უკვე ფიქსირდება როგორც ექიზაშვილი, ანუ ექიზას შვილები. ადრეული წყაროები, ესე იგი ამ გვარის შესახებ, ესე იგი იწყება მე-16 საუკუნიდან, ცოტა ექიზაშვილების გვარის პირველი და უნიშნულოვანესი წყაროებია ოსმალეთის საგადასახადო დავთრები, ანუ დიდი დავთრები, რომლებიც რამოდენიმეჯერ გამოიცა, პირველი გამოიცა 1574 წელს და მეორე 1595 წელს. 1574 წელს გურჯისტანის ველაიეთის დიდ დავთარში სოფელ ხიზაბავრაში მესხეთზე ჯავახეთში მოხსენებული ექიზაშვილი ხოსიტა, მეუღლე და ორი ვაჟი ეფრემი და გიორგი. ეს ჩანაწერი გვიჩვენებს, რომ გვარი უკვე ჩამოყალიბებული იყო მე-16 საუკუნეში ოსმალური ადმინისტრაციულ სისტემაში და ანუ მოხსენებული იყო. ეს არის დაიმახსოვრეთ 1574 წელი. მეორე 1595 წლის დიდ დავთარში იმავე სოფელ ხიზაბავრაში დაფიქსირებულია ექიზაშვილების 4 ოჯახი. რაც მიუთითებს გვარის კომპაქტურ ყოფნაზე იმ ადგილებში, ანუ ესე იგი ხიზაბავროში. ეს პერიოდია, როდესაც ოსმალეთს ახალი დამპყრობელი ქართული მოსახლეობის აღწერა სჭირდებოდა და გადასახადების სისტემიზაციისათვის, სწორედ ამიტომ გვარის სანდო წყაროებში და ზუსტადაა დაფიქსირებული. მე-17 საუკუნე მესხე ჯავახეთის გადააცარიელება და მასობრივი მიგრაცია. ეს იყო ჩვენი დიდი ტრაგედია იყო, რაც მოხდა მე-17 საუკუნეში.
განმავლობა ესე იგი ოსმალეთის ექსპანსია სამხედრო დაძაბულობისა და იძულებითი გადასახლების გამო მესხი ჯავახეთის მრავალი ქართველი სოფელი დაცარიელდა. მაშინ სწორედ ამ პერიოდში იწყება ექიზაშვილების მასობრივი გადაადგილება საქართველოს სხვა კუთხეებში, განსაკუთრებით ქვემო ქართლში და შიდა ქართლში. მოგვიანებით თბილისსა და სხვა რეგიონებშიც გავრცელდა ეს გვარი მიგრაციის ძირითადი ტალღა მე-17 საუკუნის მეორე ნახევარი და მე-18 საუკუნის დასაწყისი იყო. ქვემო ქართლში პირველი დიდმასშტაბიანი დასახლება 1702-1735 წლებში იყო. 1702 წელს გომარეთში ოსმალეთის ბატონობისაგან გაუკაცრუებულ ქვემო ქართლის აღდგენის მიზნით ქართლ-კახეთის მეფეები ახალ დასახლებებს ქმნიდნენ. სოფელი გომარეთი ერთ-ერთი ასეთი იყო. 1702 წელს აქ ჩამოსახლდნენ იმერლები, რაჭველები, კახელები და სწორედ ექიზაშვილების გვარის წარმომადგენლების. ეს არის პირველი ზუსტი წელი, როდესაც ექიზაშვილები ოფიციალურად ფიქსირდებიან ქვემო ქართლში. 1721 წლის ქვემო ქართლის სტატისტიკურ აღწერებში ეს უზურპასესი წყაროა საერთოდ რომელიც გვაძლევს დეტალურ სურათს ამა თუ იმ გვარის შესახებ. აი ბოლოში არის მოხსენებული ექიზაშვილი სალამხანა, მისი ძმა ოქროა, ორივე ოჯახს ევალებოდა ომის დროს თითო მეომრის გაყვანა. ადრეც გითხარით თუ ასეთი ის იყო, ქვია გლეხთა კატეგორია კომლიდან ერთი კაცი გადიოდა, აზნაურთა კატეგორია ქუძე კაცი გადიოდა. მაგრამ ხანდახან იყო შემთხვევა, როცა გლეხთა კატეგორიიდან 2 და 3 კაციც კი გადიოდა. სოფელ თელიანში ექიზაშვილის სეხნია ცოლი მისი შვილები პაპა და თამაზა, ექიზაშვილი ნაზარა, მთელი თავისი ოჯახით ასეა მოხსენებული დმანისის რაიონში კიდე დანისში მაშინდელი ექიზაშვილი სტეფანას ევალებოდა ერთი მეომრის გაყვანა სამეფო ლაშქარში. აქაც იგივე სურათია, კარგად აჩვენებს ეს მე-18 საუკუნის დასაწყისისთვის გვარი სრულად ინტეგრირებული იყო ქვემო ქართლის სოციალურ-სამეურნეო სტრუქტურაში და საბრძოლო რაღაცებში. 1735 წელი დასახლებაზე ხიზებავდა ნით ოჯახი ოფიციალურად გადავიდა ჭარში. ეს არის დადასტურებული ესე იგი შემთხვევა პირველი შემთხვევა ამ გვარის ესე იგი მოხოძისა. შიდა ქართლი მეორე მნიშვნელოვანი ცენტრი არის მე-18 საუკუნეში. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარი სამილახვროს დავთაში სოფელ ქვეში, ანუ გორის რაიონში მოხსენებული ექიზაშვილი როსტომა, რომელსაც შუბით გასვლა ევალებოდა ლაშქრობაზე. 1761 წელს უკვე წილკანში ხვდებით ამ გვარს, ექიზაშვილი პაპინა, წილკანში მცხოვრები, რომელსაც ქაიხოს ამილახვრეს მიწის ნაწილი უბოძეს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ამილახვრები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საგვარეულო იყო შიდა ქართლში. 1818 წლის კამერალურ აღწერაში სოფელ წილკანში ფიქსირდება ექიზაშვილების 3 ოჯახი. 1823 წელს სოფელ ერტიში 2 ოჯახი. 1836 წელს იმავე სოფელში ერტიში უკვე 4 ოჯახია. ეს გვიჩვენებს მუდმივ ზრდას და დასახლებას ამა თუ იმ დასახლებულ მასში რა ქვია პუნქტში. მე-13 საუკუნეში რუსული მმართველობა და გვარის ფორმის შეცვლა მოხდა და უკვე მოგვევლინა ესეთი გვარი, ესეთი ფორმით, როგორც არის ეკიზაშვილი. და ჩაანაცვლა ამ შემთხვევაში მმართველობის მიზეზი იყო რუსი წერლებისთვის რთული ქართული ფონეტიკა, თურქული ფუძის მთარი ახმა, სახელის უცხო ენაზე მორგება. ეს არ არის გვარის წყალობა, ეს არის მხოლოდ დოკუმენტური გადაწერა, რის გამოც დღემდე ხდება გვარის ორი ფორმა ხდება, ექიზაშვილი და ეკიზაშვილი და სინამდვილეში ორივე ერთი და იგივე გვარის წარმომადგენლები არიან. აი მეორე მსოფლიო ომშიც ესე იგი ექიზაშვილებმა აქაც გამოიჩინეს თავი, აქედან 46 ექიზაშვილი იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, აქედან 6-ია დაღუპული. ეს ინფორმაციაც აღებულია სამხედრო აღრიცხვიდან აღებული. თანამედროვე გავრცელება ექიზაშვილები დღესაც ცხოვრობენ ქვემო ქართლში, გამარჯვებაში, გომარეთში, ბოლნისში, დმანისში, ერტიში, თელეთში, თელიანში, რატევაში, სელექცია არის წილკნის მიმდებარედ შიდა ქართლში, ესე იგი ქვეშის მხარე და წილკანში. დიდი ქალაქები თბილისი, რუსთავი, ბათუმი. მათი საერთო რაოდენობა არის ესე იგი 538 ადამიანი. ხოლო ეკიზაშვილების 36 ადამიანი. სრული ქრონოლოგიით გამართული დასკვნა, ესე იგი ექიზაშვილები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მესხური ფესვის ქართული გვარია, რომლის ისტორია
მე-16 საუკუნიდან დღემდე უწყვეტად არის დადასტურებული. გვარის მიგრაციები ემთხვეოდა საქართველოს სამხრეთის დრამატულ ისტორიულ პროცესებს, ოსმალთა შემოსევას, მესხეთის დაცარიელებას, ქვემო ქართლის ხელახალ დასახლებასა და შიდა ქართლის ადმინისტრაციულ აღორძინებას. გვარი მიუხედავად მიგრაციისა, ომებისა და ადმინისტრაციული ცვლილებებისა, ყველა პერიოდში ინარჩუნებდა ქართულ ეთნიკურ იდენტობას, ქრისტიანულ ტრადიციას და სამხედრო ვალდებულებას, რასაც მრავალი ისტორიული დოკუმენტი ადასტურებს. ეს იყო ის, რაც უნდა მეთქვა იქისაშვილების გვარზე. ეხლა ჩაგვერთვება ვალერი ხიმშიაშვილი, რომელსაც რამოდენიმე გვარი აქვს, ესე იგი მომზადებული და გაგვაცნობს, როგორც თვითონ ჩვევია, თავისი ნიჭიერებით და თავისი შემართებით, ესე იგი გთხოვთ ვალერი გააგრძელოთ გადაცემა და შემდეგ შემოგერთებით ისევე. გამარჯობათ, მოგესალმებით ჩვენ ერთგულ მაყურებელს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემათა ციკლს ქართულ გვარებზე. დღეს რამოდენიმე გვარს ვიტყვით და მოგახსენებთ. დავიწყოთ გვარი ბაღათურიათი. სხვათა შორის მოდი დღეს მეგრულ გვარებზე ვისაუბროთ. ამას თავისი მიზეზი აქვს და თქვენ ნახავთ ამ მიზეზს რატომ. გვარი ბაღათურია ქართული წარმოშობისაა. გვარის ფუძე არის სახელი ბაღათური. თურქულად ბაღათური ნიშნავს მამაც, გოლიათს, გმირს. გვარის წარმოშობის ადგილი არის დასავლეთ საქართველო, კერძოდ სამეგრელო. ბაღათურები იყვნენ საეკლესიო გლეხები, საბატონო გლეხები, ხოლო რამოდენიმე სოფელში, მაგალითად ნოქალაქებში, ლებაღათურებში იყვნენ აზნაურები, რამოდენიმე ოჯახი მხოლოდ. ისტორიულ წყაროებში ეს გვარი იხსენიება 1755 წელს. სოფელ სუჯუნაში მცხოვრები ბაღათურიას ერთი ოჯახი დადიანმა შესწირა ბიჭვინთის ტაძარს. ასევე 1790 წელს სოფელ ნოსორში მცხოვრები ბაღათურია ძვიბის ემართა ბიჭვინთის ტაძრის ბეგარა. ერთი ცხვარი, 3 გუდა ღვინო, 2 ქილა ღომი და 1 ქათამი. ბაღათურიის გვარის წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. ამ გვარის წარმომადგენელი 301 ადამიანი მონაწილეობდა. დაიღუპა 87 ადამიანი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ყავდათ 3 ადამიანი. რეპრესირებული ყავდათ საბჭოთა პერიოდის რეპრესირებული ყავდათ 2 ადამიანი. ყავდათ ერთი ღვთისმსახური. ამჟამად ბაღათურები ცხოვრობენ აბაშაში, ახალთუბანში, ლებაღათურებში, მაიდანში, ნარაზენში, ნოსირში, ნოქალაქებში, სენაკში, სეფიეთში, ძველბაშში, ძველსენაკში, თბილისში და მათი საერთო რაოდენობა ამჟამად შეადგენს 1819 ადამიანს. ეს რაც შეეხება ბაღათურებს. მოდით შემდეგ გვარი ჩვენ ვნახოთ ოდიშარიას გვარი. ოდიშარიას გვარი ქართული წარმოშობისაა. მისი წარმოშობის ადგილი არის დასავლეთ საქართველო, სამეგრელო. გვარის ყველაზე დიდი და ძირძველი სამკვიდრო იყო ნოსირის თემი. ოდიშარია ნიშნავს ოდიშვილს. კოლხური არ სუფიქსი. ასევე ქართული ელ აწარმოებს სადავრობას, წარმომადგენლობის სახელებს. ეკუთვნოდნენ გლეხთა კატეგორიას. ისტორიულ წყაროებში გვარი ოდიშარია პირველად იხსენიება 1616-1621 წლებში. ოდიშარია ულვანია ემართა ჯგარის ბეგარა ერთი საჭმელი ოდიშარიას. 1680 წელს ოდიშარია ხუხუს ყავს ძმები თუთარა, სიმონი, შვილები გოგილა, ბიძუა, ასევე მამა. იგი ადრე პაპუნაჭილაძეს შეუწირავს მარტვილის ტაძრისათვის მესანთლეთ. შემდეგ ბანძას ომში დაკარგულა და კაცი აჭელიძეს დაუხსნია ჭილაძეს.
დაუხსნია. როცა კაცია ჭილაძე გარდაიცვალა, გაბრიელ ჭონდიდელმა ხუხუ ცოლშვილით ძმით ნიშანში მოითხოვა და მარტვილის ღვთისმშობლის ტაძარს შესწირა. გაანთავისუფლა ისინი გადასახადებისგან და დავალა ხატისათვის 10 ლოღარიკონის სამთელი, 1 ნარგილის ზეთი, 1 ნალბაქი საკმელის მიტანა. საბჭოთა სამწუხაროდ ვერაცდა ერთ-ერთი გვარი საბჭოთა რეპრესიებს, ასევე რო გადავხედოთ თითქმის 99% რეპრესირებულია. ჩვენ ვიცით რომ რეპრესირება დაიწყო საბჭოთა კავშირის 1923 წლიდან და გაგრძელდა, სულ რამოდენიმე ეტაპი იყო და გაგრძელდა 1946 წლის ჩათვლით და ზუსტად ამ რეპრესირებებს 1937-38 წლის ყველაზე დიდი რეპრესირება, რომელიც იყო და დაახლოებით 3800 კაცზე მეტი შეეწერა ეს დახვრეტილების სახით, გადასახლებელების სახით, ეს უკვე სხვა ის არის ციფრებია, რომელიც კატასტროფულ ციფრებს ახსოვს. საერთოდ საბჭოთა პერიოდში 11,000 ადამიანი იყო რეპრესირებული, ასე ვთქვათ, დახვრეტილი, მარტო დახვრეტილის სახით. ეს რა თქმა უნდა კატასტროფაა. მოდით ეს ცოტა პატარა გადახვევა გამოგვივიდა და საერთოდ მაგაზე საინტერესო თემაა და შეგვიძლია ვისაუბროთ მაგ თემაზეც. მე მგონი ინტერესს გამოიწვევს ხალხი ასევე გვარებშიც, ვის გვარში ვინ იყო დახვრეტილი, რატომ იყო, რა რაოდენობის ადამიანი იყო. ეს მომავლისთვის იდეაში ეს რა თქმა უნდა. ოდიშარიას გვარის 2 წარმომადგენელი შეეწირა საბჭოთა რეპრესირებას. პირველ მსოფლიო ომში ოდიშარის გვარის 2 წარმომადგენელი მონაწილეობდა. საბედნიეროდ არც-ერთი არ დაყუპულა. მეორე მსოფლიო ომში 317 ადამიანი მონაწილეობდა და დაიღუპა 26 ადამიანი. ქართველ წერა-კითხვით შორის გამოვრცელებული საზოგადოების საკმაოდ ბევრი 15 წევრი ჰყავდათ ოდიშარიებს. ასევე ოდიშარიებს ჰყავთ 16 ღვთისმსახური. ამჟამად ოდიშარიები ცხოვრობენ გაჭედილში, მარტვილში, წალეფსაურში, ნოსირში, სენაკში, სერგეჯში, ჭაბურში, ჯგალში, თბილისში და ასე შემდეგ. ამჟამად ამ დროისთვის ოდიშარიების საერთო რაოდენობა შეადგენს 1540 ადამიანს. მადლობა ღმერთს და ღმერთმა როგორც ადრე ვიძახდით, ყოველთვის ამარავლოთ ყველა გვარი. მოდი შემდეგი გვარი ჩვენთვის ქართველი ადამიანისთვის ყველათვის ნაცნობია. შეიძლება გვარით საერთოდ არა, მაგრამ პიროვნულად მურმან ჯინორია რო არის, ჯინორიების გვარი, გვარზე ვისაუბროთ. ქართული გვარია ჯინორია და ჯინორი არის ეპონიმური გვარსახელია. გვარს უდევს მამაკაცის სახელი, საკუთარი სახელი ჯინორი. ადრე ეს სახელი ჯინო, იგივე ჯინორი კოლხეთში და სამეგრელოში ფრიად გავრცელებული გვარი იყო. მერე სამწუხაროდ ახლა არა, იმიტომ რომ გვარად გარდაიქცა ეს სახელი. როგორც ხდება ხოლმე სახელი და მოდის ეპონიმურია და გადადის გვარში. წარმოშობის ადგილი არის დასავლეთ საქართველოს სამეგრელო და რა თქმა უნდა სამეგრელო ჩვენ მეგრულ გვარებზე ვსაუბრობთ ახლა. ჯინორიების გვარი მიეკუთვნებოდა გლეხთა კატეგორიას. ისტორიულ წყაროებში გვარი ჯინორია იხსენიება 1685 წელს. ბიჭვინთვის ტაძრის შეწირულთა სიაში ჩვენ ხედავთ 3 ოჯახს, ჯინორიების მცხოვრები სუჯუნაში 3 ოჯახს. სამწუხაროდ ერთი ამბავია, რომ საერთოდ
დასავლეთ საქართველოზე და კერძოდ სამეგრელოზე ბევრი ინფორმაცია არ არის ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოს. მან რამოდენიმე მიზეზი ჰქონდა და ეს მიზეზი უკვე სხვა დროს სასაუბრო მიზეზებია. მაგრამ საინტერესო მიზეზია ესეც რატომ კი როგორ არ იყო, მაგრამ მაგ სხვადასხვა მიზეზის გამო აღარაა შემორჩენილი. კი ჯინორიას გვარშიც რა თქმა უნდა ვერაც და ერთი ადამიანი იყო რეპრესირებული პირველ მსოფლიო ომში. ჯინორიას გვარი ერთი ადამიანი წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელიც სამწუხაროდ დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 46 ადამიანი, აქედან 3 ადამიანი დაიღუპა. ჰყავთ 3 ღვთისმსახური. ამჟამად ჯინორიები ცხოვრობენ აბაშაში, სენაკში, სუჯუნაში, ქვემო სენაკში, ქვემო სორტაში, თბილისში და ასე შემდეგ. და მათი რაოდენობა სამწუხაროდ 128 ადამიანს შეადგენს და დამეთანხმეთ, რომ ეს ცოტა და ღმერთს თხოვრო გამრავლებული იყვნენ და საერთოდ ყველა გვარი გამრავლებული იყო, იმიტომ რომ ერი ხალხის სიმრავლით არის, სიმრავლით ის. მოდით, კი ბატონო, მოდით ახლა ჩვენ განვიხილოთ გვარი ბესელია. რა თქმა უნდა, იგი ძველი კოლხური გვარია, ბესელია, ქართული წარმოშობისაა. ზოგიერთ ეტიმოლოგიურ მოსაზრებით გვარი ბესელია მომდინარეობს საკუთარი სახელიდან ბესადან ან ბესარიონისგან. ბესარიონის კნინობითი სახელიდან, რაც ეს ადრე გავრცელებული სახელი იყო დასავლეთ საქართველოში. არა მარტო დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. წერანასაც ვთქვი, რომ გვარის წარმოშობის ადგილი არის სამეგრელო. ასევე ბესელიები ცხოვრობდნენ და ამჟამადაც ცხოვრობენ აფხაზეთში. აფხაზეთში ცხოვრობენ რამოდენიმე რაიონში. მიეკუთვნებოდნენ გლეხთა კატეგორიას. ისტორიულ წყაროებში ბესელიები პირველად იხსენიებიან 1730 წელს სოფელ ნოსვირში. მცხოვრები ბესელია ხიტუს ემართა ბიჭვინთის ტაძრის ბეგარა, ერთი მენახევრე ღვინო, 2 ფოსალი ღომი, 3 ქათამი, 10 შაური სანთელი. ასევე 1794 წელს მოხსენებულია აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ აბაჟვახუში მცხოვრები გლეხი ბესელია სამიკოვლი ცხოვრობდა ამ სოფელში. საბჭოთა რეპრესიებს წერანცა ვთქვი, რომ ბევრი შეეწირნენ საქართველოში. 2 გვარის წარმომადგენელს შეეხო ეს რეპრესირება. პირველი მსოფლიო ომში ბესელები საკმაოდ ბლომად 24 ადამიანი მონაწილეობდა, დაიღუპა 10 ადამიანი. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 215 ადამიანი. აქედან 34 ადამიანი დაიღუპა. ბესელიებს გვარში ყავდათ 2 ღვთისმსახური. რაც შეეხება ქართველ შორის წერა-კითხვის გამავრცელებულ საზოგადოებაში, ყავდათ 5 წარმომადგენელი. ამჟამად ბესელები ცხოვრობენ ვახამელაში, ზუგდიდში, ნოსერში, ნორიაში, ნოქოლაქებში, ორსანტიანში, სენაკში, თბილისში, ასევე აფხაზეთის რამოდენიმე ადგილას. და მათი გვარის საერთო რაოდენობა შეადგენს 1076 ადამიანს. კი, მოდი განვიხილოთ შემდეგი გვარი. არის ჯანჯღავა, გვასწორებს ბატონო ჩემო, საბჭოთა კავშირის დროს გენერალი იყო ცნობილი ჯანჯღავაც. ჯანჯღავაც გვარი ქართული წარმოშობისაა და მეგრული წარმოშობა აქვს ჯანჯღავას. ჯანჯღავას მეგრული სამეტყველო ფორმა აქვს ჯანჯღა. გვარი ჯანჯღავა თიკუნურულად ზედმეტი სახელიდან მომდინარეობს. მეგრულად ჯანჯღავა ნიშნავს დაბეგვას. აი ვინმეს დაბეგვავს ან დაბეგვირს.
დაბიგვირს. იყვნენ სახაზინო, საბატონო, ასევე საეკლესიო გლეხები. პირველ ისტორიულ წყაროებში გვარი ჯანჯღავა იხსენიება 1791 წელს. დეკანოზი გერასიმე ელიევას მიერ მარტვილის ეკლესიის შეწირულობის წიგნში იხსენიება ორი ოჯახი ჯანჯღავა. ასევე 1804 წელს კაცია დადიანმა აზნაურ ჯუკო ანჯაფარიძეს უბოძა ჯულიელი გლეხი კაკალია ჯანჯღავა. პირველ მსოფლიო ომის დროს ჯანჯღავების გვარიდან მონაწილეობდა 10 ადამიანი, დაიღუპა 4 ადამიანი. მეორე მსოფლიო დროს მონაწილეობდა 47 ადამიანი, დაიღუპა 6. გვარში ჯანჯღავებს ყავთ 11 ღვთისმსახური, ხოლო წერა-კითხვის საზოგადოების გამავრცელებულ საზოგადოების წევრებში ყავთ 4 წევრი. ამჟამად ჯანჯღავები ცხოვრობენ აბედათში, ახალ ხიბულაში, დიჭყონში, გაჭედილში, ზუგდიდში, პატარა ფოთში, მარტვილში, ნაზარაზენში, საჩინოში, სენაკში, ასევე ძველ სენაკში, ჩხორიაში და რა თქმა უნდა თბილისში, როგორც ყოველთვის თბილისი ხო უნიკალური ქალაქია. მათი რაოდენობა ღმერთმა ამრავლოდ შეადგენს 3001 ადამიანს. შემდეგი გვარი ჩვენ მოდი ვილაპარაკოთ კარტოზიებზე. კაი ცნობილი გვარია, ჩვენადა გავიწყდეს მედიკო კარტოზია, ცნობილი მომღერალი და ძალიან კარგი ადამიანი. რა თქმა უნდა, კარტოზიაც ქართული წარმოშობის გვარია. გვარი კარტოზია პროფონიმ კალატოს მეგრული გამოთქმა კარტოს უნდა შეიცავდეს და ამ გვარის დამფუძნებელ საქმიანობაზე უნდა მიუთითებდეს. წარმოშობის ადგილია სამეგრელო, ასევე კარტოზიების რამოდენიმე ოჯახი ცხოვრობს აფხაზეთში. იყვნენ საბატონო საეკლესიო გლეხები, ხოლო ნაქალაქებში მოხაში და კიდევ რამოდენიმე ადგილას იყვნენ აზნაური კარტოზიები, როგორც ყოველთვის ყველა გვარს აყავდა როგორც თავადი, ისე აზნაური და ასევე გლეხი. ერთ-ერთი ოჯახი კარტოზიების მე-18 საუკუნის დამდეგს გადავიდა იმერეთში, სოფელ ჯაგანში, ასევე ახლა ცხოვრობენ ჯაგანში და სოფელ ქორეთში ცხოვრობენ. ისტორიულ წყაროებში ეს უკვე იმერეთშია. სიმართლე ვთქვათ, მე მინახია და არიან გაიმერელებულები უკვე. ისტორიულ წყაროებში კარტოზია იხსენიება პირველად 1790 წელს. გრიგოლ დადიანმა გიორგი კარტოზიას ჩამოართვა ყმამამულები და ჩიქოვანს უწყალობა. ამავე წელს გრიგოლ ჩიქოვანს დადიანმა ჩამოართვა გიორგი კარტოზიას ნაქონი ყმამამულები და გადასცა მხეიძეებს. პირველ მსოფლიო ომში კარტოზიების გვარიდან 12 ადამიანი მონაწილეობდა, დაიღუპა 5 ადამიანი. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 197 ადამიანი და დაიღუპა 20 ადამიანი. კარტოზიების გვარში ჰყავდათ 2 ღვთისმსახური. რაც შეეხება ქართველთ შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წარმომადგენელი, ჰყავდათ 8 ადამიანი. ამჟამად კარტოზიები ცხოვრობენ სამეგრელოში, აბედათში, ახუთში, ბანძაში, ბიაში, ვედიტკარში, ზანაში, ზუგდიდში, ნოქალაქევში, ორულისში, სენაკში, ლედადამეში, ფოცხოვში, ხობში და ასევე შემდეგ. ასევე რა თქმა უნდა თბილისში, ეს არ უნდა გამოგვჩეს. და ამ დროისთვის კარტოზიების საერთო რაოდენობა შეადგენს 1147 ადამიანს. მოდით ჩვენ ამით დავამთავროთ დღევანდელი გადაცემა, ასე ვთქვათ, მეგრულ გვარებს და შემდეგ გადაცემაზე კიდევ შევახოთ რამოდენიმე მეგრულ გვარსაც და საინტერესოა. და ერთი აზრით ამებადა, მოდი
კუთხეების მიერ აი კუთხეებიდან დავიწყოთ გვარების მოყოლა. მე მგონი უფრო საინტერესო იქნება. არა, მე არ მომფრო სულ ერთ კუთხეზე გავჩერდეთ. თქვათ 2-3 გადაცემა ერთ კუთხეზე, მეორე კუთხეზე უფრო საინტერესო იქნება და ვისაც დაინტერესდება თავის გვარის ისტორიით, შეგიძლიათ რომ მითითებულ მეილზე, ტელეფონზე დაგვიკავშირდეთ და მოგაწოდით სრულ ინფორმაციას. წეღანაცავ თქვი და ეხლაც ვიტყვი, შეგვიძლია კიდევ რეპრესირებულებზე მოგაწოდოთ ინფორმაცია, პირველ მსოფლიო ომზე, საერთოდ ყველაფერზე თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორიას, რაც შეეხება. ეხლა დაგემშვიდობებით და დიდ მადლობას მოგიხდით, რომ ჩვენ გვიყურებთ ამ გადაცემაში. მომავალ შეხვედრამდე, კარგად ზანდებოდეთ. დიახ, ძალიან საინტერესოდ მოგვითხრა რამოდენიმე გვარის შესახებ ვალერი. ეს და თუ დაუშვათ თქვენთვისაც, თითოეულ თქვენგანისთვის იყო ეს საინტერესო არის და გაინტერესებთ ესეთი გადაცემები, ხოთ გამოიწეროთ ჩვენი არქი, ჩვენ ცოტა შეფერხება ქონდა გადაცემებში, რამოდენიმე გადაცემა, ესე იგი, რამოდენიმე კვირა დაუშვათ ვერ მოვახერხეთ ჩაწერა რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ეხლა უკვე ინტენსიურად ისევ გავაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს, მივცეთ ამას ინტენსიურ ხასიათს და იმედია რომ ეს ჩავარდნები და წვეტები აღარ გვექნება. ამასაც თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები ქონდა თუ რატომ ქონდა შეფერხებები და რა ვიცი, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ვისაც გაინტერესებს ჩვენი გადაცემები. ეს არის საქართველოს სამეფო კლუბის არხია, YouTube გადაცემა, ლევან ბერაიას საავტორო გადაცემა საქართველოს ისტორიულ გვარებზე. მადლობთ ყურადღებისათვის. კარგად ზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავდღეს მოსწრები ვართ, მაგრამ მე ვსას